Წიფოებრივი მნიშვნელობიდან გამომდინარე, იმიტომ რომ აქ საკითხი ეხება უსაფრთხოების თემებს და ბუნებრივია რეგულაციების გარეშე არ უნდა დარჩეს სამართალდამცავი ორგანოები, თუნდაც რამდენიმე დღით. და ამ პროცედურას ბუნებრივია გარკვეული დრო ჭირდება. ამიტომ მე ამ ყველაფერს უყურებ არა იქიდან გამომდინარე, რა ემოციური დამოკიდებულება ექნება ქვეყნის ხელმძღვანელებს და მე რო ვიყავ თქვათ ქვეყნის პირველი პირის ადგილზე, არამედ რა ჭირდება ქვეყნის სიძლიერეს, უსაფრთხოებას, სტაბილურობას, ჩვენი მოქალაქეების დაცულობას და ასე შემდეგ. ამდენად მე მაქვს მოლოდინი, რომ ლოგიკიდან გამომდინარე, რა თქმა უნდა, ის კანონი, რომელიც პარლამენტმა მიიღო, სადაც ევროკავშირის დირექტივები იყო გათვალისწინებული, სადაც ექსპერტების მოსაზრება იყო გათვალისწინებული, ძალიან დიდი ნაწილის არასამთავრობო ორგანიზაციების და პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის. მე ვფიქრობ, რომ ჩვენ მივიღეთ უფრო მაღალი სტანდარტი. კიდევ უფრო უკეთესისთვის უნდა მოვემზადოთ და ეტაპობრივად უნდა ვიაროთ აქეთკენ, მაგრამ ამისთვის საჭიროა ბუნებრივია ძალიან მაღალი პასუხისგებლობა და სახელმწიფოებრივი აზრობა. დიდი მადლობა ქალბატონო ეკა, ჩვენ მივადევნებთ თვალყურს როგორ რა გადაწყვეტილებას მიიღებს პრეზიდენტი და ასევე როგორ იმოქმედებს ეს კანონი პრაქტიკაში. ბაქო-თბილისი ყარსის სარკინიგზო მაგისტრალი ტესტის გასავლელად უკვე მზად არის. როგორც ეს ცოტა ხნის წინ ბიზნეს ფორუმზე პრემიერმა გვითხრა. ჩვენმა კორესპონდენტმა სანდრო ჯუფალაკიანმა მიმდინარე სამუშაოები არაოფიციალურად ატესტა. ქრონიკა ისიც გაარკვია, რომ ბოლო 1 წელიწადში თითქმის იმავე მოცულობის სამუშაო შესრულდა, რაც პროექტის დაწყებიდან 5 წელიწადში. მართალია ქართული მხარე ცდას არ აკლებს, მაგრამ მაგისტრალის ასამუშავებლად მხოლოდ ჩვენი ძალისხმევა არ კბარა. ახლა ჯერი თურქეთზეა, რომელიც განრიგს ოდნავ ჩამორჩება. რამდენად აისახება ეს საბოლოო პროექტზე ჩვენი რეპორტაჟიდან გაიგებთ. დეკემბერში ამ ლიანდაგებზე მატარებელი გაივლის. სიმბოლური რეისი პროექტის ძირითადი ეტაპის დასრულების ნიშანი იქნება. ქართული მონაკვეთის ექსპლუატაციაში გაშვება კი 1 წელიწადში იგეგმება. თუმცა მარაბდა კარწახის რკინიგზის ხელმძღვანელი აღიარებს, თურქულ მონაკვეთზე ჩამორჩენაა. თუ სამუშაო არ გააქტიურდა, შესაძლოა ხაზის დროულ ამოქმედებას საფრთხე შეექმნას. თურქული მხარე აწარმოებს ინტენსიურ მუშაობას, მაგრამ იმის გამო, რომ არის დარჩენილი დიდი რაოდენობით სამუშაოები, ვფიქრობთ, რომ მომავალი წლის ბოლოს ისინი მზად იქნებიან მხოლოდ მიწის ვაკისისა და ლიანდაგის მშენებლობის დამთავრებისათვის. რაც შეეხება ელექტროფიცირებას, მათივე განცხადებით, ისინი ვერ გპირდებიან, რომ დაამთავრებენ ელექტროფიცირებას. ვფიქრობ, რომ თურქული მხარე მიიღებს ზომებს, რომ დაამთავროს ეს სამუშაოები. თურქულ მონაკვეთზე უკვე დასრულებულია გვირაბის გაყვანა. ქართულ მხარეს კი შესრულებულია გეგმის 2/3. აქ სამუშაოები აქტიურად გრძელდება. დარჩენილია 565 მეტრი და სავარაუდოდ უკვე 4 თვეში საქართველო-თურქეთს ახალი სარკინიგზო გვირაბი დაუკავშირდება. გრძელდება ახალქალაქში ახალი სადგურის მშენებლობა. თითქმის მზადაა ვაგზლის შენობა სოფელ კარწახში. მონაკვეთზე ახალქალაქიდან თურქეთის საზღვრამდე სამუშაოს ძირითადი ნაწილი დავასრულეთ. დაგებულია ლიანდაგები. დარჩენილ სამუშაოს უკვე გაზაფხულიდან განვაახლებთ, როდესაც ამინდი ამის საშუალებას მოგცემს. ამ დროს უცნობია, როდის გაიმართება სატესტო მატარებლის გაშვება. ასევე დასაზუსტებელია საპატიო სტუმართა სია, რომელიც ამ ცერემონიას დაესწრება. გაგიკვირდებათ და შესაძლოა მომავალ წელს მაწონი სუპერმარკეტების დახლებზე აღარ დაგხვდეთ. ყოველ შემთხვევაში ცუდი მაწონი. ეს იმაზეა დამოკიდებული, დააკმაყოფილებენ თუ არა მაწნის მწარმოებლები ერთგვარ სტანდარტებს. ამ მეტად პოპულარულ პროდუქტზე რეგულაციები წესდება. რძისა და რძის ნაწარმის შესახებ ტექნიკური რეგლამენტის პროექტი სოფლის მეურნეობის სამინისტრომ მოამზადა. დოკუმენტში სპეციალური ჩანაწერი მაწონზეც გაკეთდა. ახალი რეგულაციის მიხედვით მაწონი მხოლოდ ნატურალური რძით და ადგილობრივი დედოთი და არა მცენარეულ ცხიმზე უნდა დამზადდეს. ქეთი ბრაჭული გვეტყვის სტანდარტების დაცვა აისახება თუ არა სურსათის ფასზეც. აბა მაისო, ვიდე ფეხი. პირველად იყო რძე, შემდეგ მაწონი. ამიტომ ნათელა მიწის პირველად ვის უნდა ესტუმროს. იმისთვის რომ მაწონი შეაყენოს, ძროხა მაისო უნდა მოწველოს და ახალი რძე შეაგროვოს. არანაირი კორმა, არანაირი კომბინირებული საკვები, ბუნებრივი ბალახით მოტანილი რძეს წველი. რძე რომ ადუღდება, შემდეგ ამ ქილაში ასხამს. საბოლოოდ კი რძე მაწვნად რომ აქციოს, მას მაწვნის დედა უნდა დაუმატოს. მაწვნის დედა მოდის წინაპრებიდანა, რაც მე ვიცი და მომყვა იმათგან. ძველი, ტრადიციული რეცეპტით მიღებული ქართული დედა
ქართულ პროდუქტს იძლევა. ნათელა ამბობს, რომ მისი მაწონი ეკოლოგიურად სუფთა და ეროვნული ნაწარმია. ქართული მაწვნის შესაყენებლად ქართული დედის იგივე რძემჟავას გამოყენება მალე სავალდებულო გახდება. ეს მათთვის, ვინც მაწონს აწარმოებს. ახალ რეგულაციაზე სოფლის მეურნეობის სამინისტროში მუშაობენ. მისი წარმოებისთვის გამოყენებული უნდა იყოს საქართველოს ტერიტორიაზე გამოყოფილი რძემჟავა ბაქტერიების დედო. სწორედ მაწვნის შემადგენლობა გადაწყვეტს პროდუქტის ეტიკეტზე სიტყვა მაწონის არსებობის ბედს. თუ პროდუქტს ნატურალური რძისგან არ დაამზადებენ, მასზე ეს დასახელება გაქრება. ეს იმისთვის კეთდება, რომ მაწონი, როგორც კულტურული მემკვიდრეობა, მემკვიდრეობით გადმოცემული რეცეპტით დამზადდეს. ეს ის შემთხვევაა, როდესაც კულტურული მემკვიდრეობის იაფად შეძენა, სახლში წახება და დაგემოვნება შესაძლებელია. ეს მაწონია ტრადიციული ქართული დაპატენტებული რძის პროდუქტი. გემო ტრადიციულად მაწვნისაა, თუმცა შემადგენლობა გვეუბნება, რომ ეს პროდუქტი მცენარეულ ცხიმს შეიცავს, რაც ნიშნავს, რომ მაწონი სულაც არ არის. მცენარეული მაწონი მაწვნად არც ნათელას მიაჩნია, თუმცა ეს მას არ ანაღვლებს. ძროხის წველას აგრძელებს და ამბობს, რომ მისი პროდუქტი მაწონი რომ არის, ამის მტკიცება ქილაზე მინაწერით საჭირო სულაც არ არის. მაღაზიაში, სადაც მისი პროდუქტი მოხვდება, ისედაც ყველა მიცის, რომ ის ნამდვილი მაწონია. ახლა კი უცხოეთი სიახლეები ამერიკელებმა ნოემბრის მეოთხე კვირის ბოლოს მადლიერების დღე აღნიშნეს. დღესასწაულის აუცილებელი ატრიბუტი ტრადიციული კერძი ინდაური, სადღესასწაულო სადილი და რა თქმა უნდა გრანდიოზული ფასდაკლებებია. მადლიერების დღე, როგორც წესი, შავი პარასკევით წლის ყველაზე დიდი ფასდაკლებებით გრძელდება. როგორ აღნიშნეს მადლიერების დღეს შეერთებულ შტატებში, ნახეთ ია შათირიშვილის რეპორტაჟი. გიგანტური გასაბერი სათამაშოები ნიუ-იორკის ცაზე და 3,5 მილიონი ადამიანი ქუჩებში. მადლიერების დღე ამერიკელებმა ტრადიციული აღლუმით და ბროდვეის შოუებით აღნიშნეს. დღესასწაული მათ სტინგმა, როკ ჯგუფმა კისმა და სანტა კლაუსმაც მიულოცეს. აღლუმით არა, მაგრამ ტრადიციული ინდაური და სადღესასწაულო სადილით აღნიშნეს მადლიერების დღე ამერიკელმა სამხედროებმა, როგორც სამშობლოში, ისეც ხელწერტილებში. იმედი მაქვს მომავალ წელს სახლში აღნიშნავ ამ დღეს, ეს რომ ოჯახური დღესასწაულია და ყველა სურს ეს დღე ახლობლებს გაუზიაროს. ჯარისკაცების წვლილს ბარაკ ობამამ თავის საზეიმო მილოცვაში განსაკუთრებული ადგილი დაუთმო. დღეს ყველა ამერიკელს მადლობას ვუხდი, რომელიც ქვეყნის იდეალებისთვის ცხოვრობენ. მადლობა იმ მამაც ბატონებს და ქალბატონებს, რომლებიც ოჯახებისგან შორს ამერიკის უსაფრთხოებისთვის ზრუნავენ. ჩვენ ვლოცულობთ ჩვენი ჯარისკაცებისთვის. მადლიერების დღეს საპროტესტო შეძახილები საეკლესიო გალობით შეიცვალა ფერგიუსონში. ქალაქის მკვიდრნი, სადაც 18 წლის მოზარდის მკვლელობაში ბრალდებული პოლიციელის გამართლებას მასშტაბური საპროტესტო ტალღა მოჰყვა, დღეს ეკლესიებში მოზარდის სულისთვის ლოცულობდნენ. ეს მართლაც სამწუხარო სიტუაციაა. ვლოცულობთ ყველა ოჯახისთვის, ვიმედოვნებთ, რომ მშვიდობა იქნება. ქუჩაში არა, მაგრამ მდუმარე მშვიდობიანი პროტესტი ფერგუსონელებმა მაინც გამართეს. 75 დემონსტრანტი სავაჭრო ცენტრში ხელებ აწეული შევიდა. მადლიერების დღემ კიდევ ერთი ცვლილება გამოიწვია, ეგრეთ წოდებული შავი პარასკევი, ანუ საშობაო ვაჭრობა და ფასდაკლება შტატებში ერთი დღით ადრე, ხუთშაბათს დაიწყო. ახლა კი რეკლამა და რეკლამის შემდეგ სპორტისა და კულტურის სიახლეები დაგიბრუნდებით. წელიწადში თქვენ ცხოვრებაში შეიძლება ბევრი რამ შეიცვალოს, მაგრამ Samsung-ის მაცივარი ციფრული ინვერტორის წყალობით მთელი ამ პერიოდის განმავლობაში უნაკლოდ გემსახურებათ. საქართველოს პოსტა სრულყოფილ, სწრაფ, სანდო და ხელმისაწვდომ მომსახურებას ქმნის. შეგიძლიათ გაგზავნოთ ღია ბარათები და მარტივი წერილები საფოსტო ყუთების საშუალებით. ისარგებლოთ ამანათის გაგზავნის სტანდარტული და სწრაფი მომსახურებით. იკირაოთ პირადი ყუთი სერვის ცენტრში. სიახლე, საქართველოს პოსტის სერვისებს დაემატება ახალი პროდუქტები. ავია, სწრაფი გზავნილი საქართველოდან და მალეო ონლაინ შოპინგი maleo.gis ვებგვერდის საშუალებით. საქართველოს პოსტა. გახადე ურთიერთობა ხელშესახები. ქალბატონებო და ბატონებო, ძვირფასო საზოგადოებო. ტელეფონით საუბრების ხანგრძლივობა პეტრად გაიზარდა. ამის გათვალისწინებით ჯეოსელმა მიიღო შემდეგი გადაწყვეტილება. ამ იერიდან
უსასრულოდ საუბარი 50 ლარის ნაცვლად 25 ლარად იქნება შესაძლებელი. თანაც უსასრულო SMS-ებითა და 1 გიგაბაიტი ხარისხიანი ინტერნეტი. ანუ უსასრულო საუბარი ყველა მიმართულებაზე ვრცელდება? დიახ, უსასრულოდ ისაუბროთ ყველა ქსელის საბონეთთან მთელ საქართველოში. თქვენ შეიძლება. რით განსხვავდება ეს პაკეტი კონკურენტის მსგავსი შეტევებისგან? იმითი, რომ ბევრად უფრო სწრაფი ინტერნეტია. მადლობა. უსასრულო საუბრები ჯეოსერისგან 25 ლარად. ეს მართლაც მასშტაბური მოვლენაა. თაკო? გარდა ამისა, მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა 10 და 5 ლარიანი პაკეტებიც. ამ ყველაფერზე დაწვრილებით ინფორმაცია შეგიძლიათ გაეცნოთ ჯეოსერის ვებგვერდზე. მადლობა. ეს ღინო პატივისცემას იმსახურებს მართლაც სამეფოა. რაც მთავარია შატო მუხრანის ყოველი წვეთი ხოლო ჩემ მამულებიდან მოდის. შატო მუხრანი მეფურად კეთილშობილი. მორიგი შეხვედრა ან საუკეთესო საღამო. არაღიზიონაა მარკა, დრო გადის ჩვენ არ ვიცლებით. სახალხო საჩუქარი, პლანშეტური კომპიუტერი, თოვლის ბაბუამ ბავშვებს ტექნობუმში დაუტოვა. იჩქარეთ რომ გაიტანოთ. ტექნობუმი. კარგია. მაგრამ კარგია. არაღი უშბა, სიამოვნება სწორარჩევანშია. გახეხვის შემდეგ სიგრილის შეგრძნება საკმარისად მიყვებათ? ბლენდამედმა შეურია კომპლით 7-ის დამტკიცებული სისუფთავე პირის ღრუს ნამდვილ სიგრილესთან, სრულყოფილი წმენდისა და 24 საათამდე დაცული სუნთქვის სიგრილისთვის. თლიანი პირის ღრუს გასუფთავება და სუნთქვის სიგრილის დაცვა მთელი დღის განმავლობაში. ბლენდამედი. კავკასუს ონლაინი გილოცავთ ახალ წელს და გთავაზობთ სპეციალურ აქციას ინტერნეტზე. ჩაერთეთ 31 დეკემბრამდე და 2015 წლის ბოლომდე მიიღეთ 15 მეგაბიტი ინტერნეტი თვეში 15 ლარად. აქციაში ჩაქვის მსურველები გვეწვიათ ვებგვერდზე co.g ან დაგვიკავშირდით ნომერზე 220 0000. წარმოიდგინეთ ზამთარში ზაფხულის ფეხსაცმელები რომ გეცვათ. სახიფათოა. ზუსტად ეს დაემართებოდა თქვენს ავტომობილს. ამიტომ მოამზადეთ ავტომობილი ზამთრისთვის. შეიძინეთ თეგედა მოტორში ზამთრის საბურავის სპეციალურ ფასად, განმადებით, მონტაჟითა და ბალანსირებით. მოლოდინი ხშირია ჩვენს გზაზე. და ამ დროს შესაძლებელია უბრალოდ დაელოდო. ან იგრძნო თავისუფლებით გაჟღენთილი მომავალი და დადგმე მომენტით. ახალი გამოცდილებით. ცხოვრების უსასრულო ხმოვანებით. მიხვდე რომ შეერებაც ნაწილია მოგზაურობისა. მოგზაურობა სხვა ადამიანებთან. შენთან და შენს ნაპირებთან. ჩაი გრინფილდი. შინაგანი ჰარმონია. 31 დეკემბრამდე დაპორტირდით ავტოლომბარდის სესხით ლიბერთი ბანკში და ისარგებლეთ ყველაზე დაბალი საპროცენტო განაკვეთით. თვეში 3%-ის ოდენობით, ეფექტური წლიური საპროცენტო განაკვეთი 46%. დაგვიკავშირდით 2 55 55 00. ლიბერთი ბანკი, ყველგან და ყველასთვის. ეს არის ქრონიკა 8-ზე ნოდარ დუმბაძის წერილებით ციხიდან წიგნად გამოიცემა. მწერლის მიერ მეუღლისთვის გამოგზავნილი ბარათები, რომელიც ნანული დუმბაძეს ამ დრომდე შედახული აქვს ერთ კრებულად გამომცემლობა ინტელექტმა აქცია. საპატიმროში დაწერილი წერილები თეთრ ბაირაღებთან ერთად დაიბეჭდება. ქრონიკის კორესპონდენტი შორინა კოპალეიშვილი დღეს მწერლის სახლ-მუზეუმში იმყოფებოდა და დაახლოებით 50 წლის წელი ფერშეცვლილი ბარათები ამ წერილის ადრესად და ნანული დუმბაძესთან ერთად დაათვალიერა. ნანული ძვირფასო, როგორ ხარ ჩემო კარგო? მანანა როგორ არის? ჩემი საქმე როგორ არის? საქმე როდის დამთავრდება? რომ წერდი, ვინ დაიჭირეს? მაშინ 24 წლის იყო. უდანაშაულო მეუღლის 6-თვიანი პატიმრობა მისთვის საუკუნედ იქცა. ქალაქში გახმაურებული მკვლელობის გამო მეუღლის დაპატიმრების შესახებ შეტყობინების მიღების ამბავს ახლაც იმავე ემოციით იხსენებს. ჩექმები ისეთი, აი მილიციონერებს ვაწვიათ, დახ ესეთი ხმა მესმის და ესე იგი, მივხვდი რომ რაღაცა უბედურება მჭირს. გავაღე კარი და თქვენი ქმარი დაპატიმრებული. თითქმის ყოველდღე ციხის კარზე პროდუქტებით მისულ ნახვალს ყველა ცნობდა. შეხვედრები და მიმოწერები ამ დროის განმავლობაში განცდილ მძიმე ემოციებს ინახავს.
ნოდარი რომ მოვიდოდა, მე ვიცოდი რომ ის ნოდარი იყო, იმიტომ რომ ცხვრის ახლოც გამოყოფდა იქიდან და ხელს დამიქნევდა. და მე ვისწავლე ხელით ლაპარაკი, იცით, აი მუნჯები რო ლაპარაკობენ ხელით. აი ის ვისწავლე და რისი ლაპარაკიც და რისი თქმაც მინდოდა ხელით ვაწვდიდი ცნობას. ყველა პატიმარს გავუშვებდი. ციხის ფანჯრებიდან თეთრ ბაირაღებს გადმოვკიდებდი. ციხეში გატარებული 6 თვე მოგვიანებით მისი შემოქმედების მნიშვნელოვან წიგნად თეთრ ბაირაღებად იქცა, თუმცა რეალობაში არსებული ერთი მთავარი პერსონაჟის გარეშე. ციხეშიც არა აქვს რომ ეს ციხეში რომ დავდიოდი და ეს რომ ვაკეთებდი და როგორ მაშინ სულ ყველაფერს დედამის აბრალებდა. სულ არ უნდოდა რომ მე იმ საშინელებაში გამოვეჩინე სადმე. იქ იყო დედა და რეალურად იყავით. რა თქმა უნდა, ის დედა კი არ იყო, ის მე ვიყავი. ნოდარ დუმბაძის აქამდე უცნობ ციხის წერილებს თეთრ ბაირაღებთან ერთად მკითხველი გამომცემლობა ინტელექტის ახალ გამოცემაში გაეცნობა. ახლა კი ისე უბრუნდებით ქუთაისს და პარლამენტს, სადაც ამ წუთებში უმრავლესობის ლიდერი დავით საგანელიძე საგანგებო განცხადებას აკეთებს. მოგესალმებით. დღეს ძალიან მნიშვნელოვანი დღეა. საქართველოს პარლამენტმა მიიღო კანონი რეგულაციები მოსმენების სფეროში, რომელიც ასეთი მნიშვნელოვანი არის და იყო ყოველთვის ჩვენი საზოგადოებისათვის. ამ კანონში გათვალისწინებულია ყველა ის შენიშვნა მაქსიმალურად, რომელიც იყო საზოგადოების მხრიდან, რომელიც იყო არასამთავრობო ორგანიზაციების მხრიდან, საერთაშორისო ორგანიზაციებიდან და ის შენიშვნები, რომელიც ამავე დროს ჰქონდა ბატონ პრეზიდენტს. მაგრამ გარკვეული სიტუაციის გამო მე ვალდებული ვარ გავაკეთო შემდეგი სახის საგანგებო განცხადება. მოგეხსენებათ, პრეზიდენტის მიერ დათქმული ჰქონდა პარლამენტს კანონის მისაღებად ვადა 1 დეკემბრამდე. პარლამენტმა თავისი ვალდებულება შეასრულა, დღეს 28 ნოემბერს ჩვენ ეს კანონი მივიღეთ. მინდა გითხრათ, რომ კანონ პროექტი ხელმოწერილია პარლამენტის თავმჯდომარის მიერ უკვე და გადაგზავნილია პრეზიდენტთან. ამის გამო მე მინდა ბატონ პრეზიდენტს შევახსენო და მივმართო. რაც შეიძლება სწრაფად მიიღოს მან გადაწყვეტილება და ხელი მოაწეროს ამ კანონ პროექტს. ვინაიდან 1 დეკემბრიდან ყველა ის საქმიანობა, რომელიც სამართალდამცავ სტრუქტურებს ამ სფეროში გააჩნიათ, იქნება სამართლებრივი რეგულაციების გარეშე, შეიქმნება გარკვეული ვაკუუმი ამ სფეროში, რაც გარკვეულ მნიშვნელოვან პრობლემებთანაა დაკავშირებული ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში. მინდა გითხრათ, რომ თუ 1 დეკემბრის მერე მოეწერა ხელი, რამდენი დღეს გადასცილდება შესაბამისად ეს დღეები იქნება საკმაოდ პრობლემატური ვაკუუმის სფეროში, როგორც მოგახსენებთ, მაგრამ არსებობს გარკვეული მოსაზრება იმის თაობაზე, რომ ბატონ პრეზიდენტს მიღებული გადაწყვეტილება ვეტოს დადებასთან დაკავშირებით, ეს რა თქმა უნდა მისი გადასაწყვეტია, მაგრამ